მოდი დავინახოთ, მოდი. აი ესე გადავიდივართ. მოდი. ესე გააკეთე. შესაძლოა ფეხი აწია, ეგრე არა, ესე ფეხი. Там. დავიდით კარეთ. კარია. დავიდით. ჰა? რა არის სუდად? რატო? მე გავიგეთ სუდად. ой, ნიგაი. შაურმა ვჭამე დღეს. კაი გემრიელ, მაგრამ ისე დამძიმებული ძლიერს მოვდივარ. თან ჩვენი ერთშეძება ვჭამე. რაღაც 60% ვჭამე. მე მთლიანად შევჭამე მეორე ნაწილი 40%. ეხლა აი გამოსვლისთვინა ძლიერს მოვდივარ ხალხო. ეხლა პარკში მივიდეთ. ერთ წელს შემოვიდით, მე საქანელებს სასწრელებზე ვითამაშოთ, მე წავედი კარფურში, მე მოვა სახლში. ამ კორპუს ესე იგი შემოაკრეს აი ტელევიზორები რაღაცები რო იყიდება ხოლმე და რაღაცაში როა ჩადებული თეთრ კაფში თუ რავი რა ქვია ეგ შემოაკრეს გარშემო და მე გალესეს ძალიან თხელფენად რაღაცა ბადე დაუდეს და ძალიან თხელფენად გალესეს იმიტომ რომ პირდაპირ ბლოკები ისე იყო, რომ აი ჰაერი შევდიოდა, ისე ეწყო. მე ალბათ კიდე მოაპირკეთებენ, რა. ერთი შეხედვით რო უყურებ, თვითონ ძალიან უხარისხოთ აკეთებენ, რავი. არა მე კი ვერ ვერკვევი ამაში. მოდი. აჩაის. მოდი, ბანი. მოდი, უნდა ჩაგაცო. არ გინდა? ბონჩკა. მოდი, ჰა. მოდი, დედასთან, მოდი. მოდი, დედასთან, მოდი. დაგიწირე თივიზი კალული.
Тими, уйти, Тими, гого, уйти. Тими, мамась. Чего еще как ты? Ты чего еще как? Туда схеба, мере გავხდი. Თერთმეტ საკლია 20 წუთში. დილომშვიდობის ყველას. ძალიან დიდი მადლობა ტკბილებო და ძვირფასებო, ვინც ჩამირიცხეთ. ესე იგი, ამ გვანცამ ჩამირიცხა 1 ლარი, ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო გვანცა. გუშინ და კიდე თემ ჩამირიცხა. კი მახსოვს 20 ლარი რო იყო, მაგრამ მეც უნდა ვიპოვო. ჩაურიცხია გუშინ წინ თეას. ხო, 20 ლარი ჩამირიცხა თეამ, ძალიან დიდი მადლობა საქართველოზე ეს 21 ლარი, ანუ უნდა გადავიტანოთ და ეხა TBC-ზეც ვნახოთ. სოფიომ გუშინ წინ ჩამირიცხა 10 ლარი. და იგივე სოფიო მოშაბათსაც ჩამირიცხა 10 ლარი. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო სოფიო. უდიდესი მადლობა. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა ძვირფასებო. ხო, მაგრამ ესე ვინც არის ის მკერდის გენეტიკური ანალიზისთვის არის ეს ყველაფერი და ორშაბათს კიდე მივდივარ ფარისებრის იმაზე ბიოპსიაზე და იმედია ყველაფერი იქნება ესეთ არაფერს გაკეთება არ მომიწევს არანაირი ოპერაციის და არაფრის, მაგრამ თუ მომიწევს და ერთად ვიზავთ. მე და შენ ერთად ვიზავთ. სადაც შენ, იქაც მე, ერთად ზავალ, წასვლის რა გითხრა, მაგრამ ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, იმიტომ რომ ღმერთო, არავინ ერთს წასვლას არ აპირებს. ასე. ყველაფერი ღმერთსინებაა, იმიტომ ვთქვი ეგრე. მაგრამ ვგრძნობ და ჩემი დრო ჯერ არ არის მაგისი. მაგისი დრო ჩემთვის ჯერ არ არის. მოკლედ ეხლა მოვიდღოთ გემრიელი კავა. მაგრამ სად უნდა დავჭირს წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ რომ გარეთ კატასტროფა ხდება. კიდე ანალიზები მაქვს ასაღები. ძალიან მაინტერესებს ჩემი რეზისტენტობა რა შეება. და ამიტომ ასაღები მაქვს ანალიზები. დღეს დილას ხალხო ვაიმე შევედი თუ არა. აი რატო იმაშობა მოქმედებს ეს სოციალური ქსელები ისინი. შევედი თუ არა ვნახე ისა. ახალგაზრდა გოგო ქმარს დაუჭრია და მე ცეცხლი წავუკიდებია ვაიმე დედა. სადისტებიან ეს სადისტები არ ვიცი პროსტათან ანუ არ ვიცი. ხშირად მიდიოდა ხოლმეო და აწიოკები და 4 წელი დაშორებულები იყვნენ და გუშინ შემანარჩუნებელი ვჭამე ხალხო, გუშინ დასაკლებ კალორიაში არ ყოფილა შაურმა შეუკვეთეთ და რაღაცა, მაგრამ ესა ძალიან კაი იყო. არც ერთ ლუკმას არ ვნანო. და არანაირი დარღვევაც არ მქონია. просто შენარჩუნებაში ვიყავ. ძალიან კაი. ეხლა
იმედი მაქვს მიკროფონით როცა არის ჩაწერილი ხმა, რომ ისეთ სულად არის მის როგორც უმიკროფონოდ. იმედი მაქვს. აი გარედან რა, ის საშინელი. გორა. საგადასტროფა. ძალიან მინდა გოგოებო, აქ გავაკეთო სამზარეულო. არ ვიცი, ადამიანები აღარ განვადებით თუ გამიკეთებენ. არ ვიცი, მე არ გამიკეთებენ, ანუ იკას თუ გაუკეთებენ. ძალიან მინდა, იმიტომ რომ უბრალოდ ყველაფერი გარეთყრია. აი ელემენტარული ისა. ჩაიდანი იქ არის, იქ არის, ეს აქ არის, ანუ მიკროკალგური აქ არის, გრილი იქ არის, ჩაიდანი იქ არის, ანუ შესაერთებელი ხო არ არის, დასადგამი ხო არ არის. ну შესაძლებელი მეც არ იქნება, მაგრამ დასადგამი არ არის. ანუ აი აქ რაღაცა ერთიანი სტალეშნიცა მინდა რომ იყოს და რაღაცა აქ კარადები დიდად არავი, აი აქ ხო არის ორი კარადა, თორე მეტისა კარადები აქსაც ჩაეტევა. ну აქაც ამის ქვეშაც 4 კარადა მექნება, ხო? და ну ზემოთ კიდე, მაგრამ ზემოთ ახლა აქამდე ვერ მოვა. აი აქამდე ალბათ სადაც, ხო? არ ვიცი რა მხოლოდ საკეთებენ ასე. ხო, მოკლედ არ ვიცი, უნდა მოვიდეს და აქაურობაზე დააპროგრამოს, დააპროექტოს. ხო, და რა ვიცი. აძვირიანი არ მინდა, იმიტომ რომ ეს სახლი უნდა დაინგრეს და მე სამზარეულოს წავიღებ ამაზე გაკეთებას და ამიტომ რაღაცა იაფიანი, ოღონდ ისეთიც არა რომ ეხლა მომავალ წელს ჩამოცვიდეს, რა ვიცი. როდის იქნება ამის ამბავი, არც ვიცი და 1-5 წელი რო გაქაჩოს, რა ვიცი, ეგეთი რამე. და განვადებით თუ იქნება, რავი. ისეთი განვადებით, რასაც შევძლო რა, იმიტომ რომ იმართლა აქედან ვიღებ ძირითადად და ვერ გადამიღია წესი არ, იმიტომ რომ ყველაფერი აქეთ იქით არის. გაშლილ გამოშლილი. აქაურობაც მე მოთავისუფლდება, ანუ მაგიდაზე აწვია, ბევრი რაღაცა, ესეც მაგალითად თარეში შედებდი, ხო ადამიანი. ლიას ოთახში გვიწვია ისინი, რა ქვია, მაკარონები და რაღაცები, აგერ ჩაები აქ მიწვია და ისინი შაქარი, მარილი ესა, ხო და ანუ ყველაფერს ექნება რაღაცა თავისი ადგილი და აქაურობაც გათავისუფლდება. რავი, მგონი ძალიან კაი იქნება. ოღონდ ერთიანად მე მაგას მივხვდი, რომ ვერასოდეს ვერ გავაკეთებ რა, არასდროს ანუ არ გროვდება ხალხო, აი ელემენტარი ხო გეუბნები ბავშვები რომ მოამზადო და რაღაცა, არ რჩება არაფერი, ანუ ჩვენი რეალობაში რაც არის ხელფასები, არ რჩება არაფერი, რომ გადადო ადამიანმა, თუნდაც ის კარადის ფული შეაგროვო და განვადება რომ იქნება რაღაცა, თუ ისეთი თანხა იქნება, არა ძალიან დიდი, არამედ ისეთი, რასაც ჩამოიჭრი ყოველთვე და რაღაცა ყოფით შემოიკლებ. თავისუფლად შეიძლება რომ იმას ქნა გააკეთო რა ბევრი ადამიანი ვიცი ეგრე აკეთებს და ძალიან სწორიც არის ესე ოკეი და გავხსნათ ესენი ვიყიდე გუშინ აქციაში ნახეთ 6 ლარად იყო ხალხო და ესე ვიყიდე 4 დღის ტკბილეულად აი 1 ცალი 300 გრამია. 1 ცალი რო შევჭამოთ 1 დღეში ყველამ. ეს მინდა აი ეს. ეს გავხსნა. ხოდა ეგრაზე იყიდეო ბავშვებმა მითხრეს, არ არისო კაიო. არ მოგწონსო. აი ესეც აი დარჩა. ეს არაა შეჭმული იქიდან ნახეთ. ეს როდის ვიყიდე. გახსნილი იყო და ესეც არის, ეს არ მოეწონათ, ეს ბაფლიანი იყო. ეს მეც არ მომეწონა სხვათა შორის. და აი ეს კარგად შეიჭამა. ესენი 1 დღეს ვიყიდე ეს და ის და ეს აღარ არის, ის არის. გუშინ წინ ვიყიდე ესენი. ანუ 2 დღეს შეიჭამა 2 ცალი, ხო. ეგრე და ახლა 6 ლარად მშვენიერია ამ ხელა ოჯახისთვის ტკბილად.
ადამიანს უნდა რომ რაღაცა ტკბილი ჭამოს ყოველდღე, ხო და ტკბილში იმდენი ფული მიიღს, რაღაცა თავთ ყველასთვის ვერ იყიდი ყოველდღე და აი ესე გახსნი და რაღაც შვენიერია. Ну, რა თქმა უნდა, ეს როცა აქცია, იმიტომ რომ ისე 15-16 ლარი ღირს. და მარწყვისა და ხედავთ მარწყვსად მე? აი ესეც მოვტეხე, იქნება აქეთ არის მეთქი. მარწყვის რა გითხრა? კაი, 2 ცალი ავიღოთ. ამას რამდენია 100 გრამზე? Okay. ცოტა ბონისთვისაც ავიღოთ. და ცოტა ელასტისაც დარჩა. Okay. სკოლა დაიწყო ვირუსები, ესე იგი თოკოს დაემართა პირველს. ეხლა ანდრია არის სახლში, იმიტომ რომ ანდრია არის ცუდად. და წუხელ ევასაც ისა. უი, ყავა დამავიწყდა. წუხელ ევასაც ცოტათი სიცხე ქონდა ღამე. ჩემი გოგო მოიწერა მარათონში. Vaime, Leila. Vaime. Leila, vaime. რა მაგარი წონაგია შენ აღარ ხუმრობ, შენ, ქალო, შენ. Vaime, რა მაგარი ყოჩაღ. აი შედეგი, აი ყოჩაღ. ყოჩაღ შემოსაყარე. Vaime, როგორ მიხარია ღმერთო. ეხა მოვიტანე ჩემი დილის ყავა და რა გემრიელი ამბავი დამაყოლებინე. ვაიმე, ყოჩაღ შემოსაყარეო. რა მაგარია ღმერთო. რა ბედნიერება. როცა საერთოდ ძალის ხმევა შედეგს იძლევა. ეს არის საოცრება. ვა, ვიგრძენი ისა, მარწყვი. აბა როგორ არის დღეს ჩემი გოგო? აბა, კაი, ალბათ რა ბედნიერი ვარ. როგორ მახარებენ ჩემი გოგოები. აი მარწყვი.
ყველა ადამიანს ხოგოება ხა მარათონშიც რა უყურებ. ყველას აქვს თავისი ტემპი. სხვადასხვა ტემპი. ზოგი მაშინვე ყვება, ზოგს დრო ჭირდება. და ვინც მისცა თავის თავს დრო, მეც მივეცი მანაც. წამოვიდა შერეგით. ამიტომ ხელი არ ჩაიქნიოთ ხომ ადვილად. მაგარია. უბედნიერესი ვარ. საერთოდ ხო ეს ბონის ხო არ დავიდე აქ მე. ეს ძალიან ტკბილია ეს მილქა. აი ეს მარწყვეს ჩემიც რა. საერთოდ ხო ეგრეა რომ როცა ადამიანი მუშაობს იქ სადაც მისი სული არ დევს არ არის მის საყვარელი საქმე. ეს სამსახური ჩვენ გვართმევს სასიცოცხლო ძალებს, როგორც ენერგიას, ფიზიკურს, ასევე სულიერს. და როცა იმას აკეთებ კიდე რაც შენ გიყვარს, პირიქით, ეს გაძლევს სასიცოცხლო ძალებს. საოცრება. დაბადებული ვარ ამ საქმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება შევცვალო, ადამიანებით გავიყოლიო, ვიყო ისეთი ისეთი რომელიც მათრახს გადაუჭერს ადამიანს, არამედ ისეთი რომელიც რეალობას აჩვენებს და თან ეწყვის, რომ აი ჩემი ხელი დაეყრდენი, მე აქ ვარ, მე შენთან ვარ, მე იმისთვის ვარო, შენ დაგეხმარო. და ჩვენ ერთად ამას შევძლებთ. და ამას მე სიტყვებით კი არ ვამბობ. ამას მე ვაკეთებ. და ეს შენ თუ არ არის, ამას ვერ გააკეთებ და შენ თუ არ არის, ეს წაგართმევს ძალებს და მე ეს პირიქით აი ენერგიით და სიხარულით მავსებს და ბედნიერებით. როცა ვხედავ რომ ადამიანი რომელიც რამდენი გზა იარა, რამდენჯერ დაიკლო, სად არის იყო, რა გზას არ მიმართა და ყოველთვის ისე ვიბრუნებდა იმ ძველ ეწყონას, იმიტომ რომ არ იცვლებოდა აზროვნება, არ იცვლებოდა ჭარბწონიანი ადამიანის აზროვნება, გამხდარი ადამიანის აზროვნებით და აი აქ ახლა უკვე ჩვენს ჯადოსნურ მარათონში იცვლება ადამიანების აზროვნება. ეს არის საოცრება. ხაბარია პროსტა. მადლობა ღმერთო. ეს ნიჭირო მომენტი. ამის ნება და უფლება რომ მომენტი. ჩემი დილა საუკეთესოდ დაიწყო. პროსტა საუკეთესოდ. ხალხა ეს ვიყიდე გუშინ შოპინგ ჰაუსში 15 ლარად, რავი ძალიან მომეწონა. სხვა შეს ძალიან კაი ხარისხია. ნუ თხელია ძალიან, მაგრამ ძალიან კაი ხარისხია. და აი ყველა იყო ეს სომა, ანუ ეს სომა არის სტანდარტია. აი არ ვიცი ძალიან მომწონს. ზუსტად ჩემი სტილია. ხოდა მაგიტომაც ვიყიდე ზუსტად ჩემი სტილი რო არის, იმაში დამცხადა. იმიტომ იმას თქვენ ძაღლსაც ხო არ გავხადო? ხო არასცხელანით. შენ გაციებული ხარ.
ბაბი, როგორ კარგად მოიბაზრებს ეს ლია, რა კარგი ადამიანია, ჯანმრთელად ამყოფოს ღმერთმა, ვაიმე როგორ უყვარს. დღესაც წავიდა ხალხო ვუთხარი, არაფერი არ მინდა მეთქი, მაგრამ მაინც წავიდა. ძალიან უყვარს ასლა ბაზარში. ნინი, როგორ მჭირდებოდა ახლა ასეთი საუბრის მოსმენა, ერთ თვიანი სტრესის მერე მე დღეს უბრალოდ ბედნიერი და მადლიერი ვარ. მადლობა. ღმერთმა ჩათვალე, რომ ჩემი პირით და ამ ვიდეოთი გამოგიგზავნა აი ეგ გაცნობიერება, რომ უნდა იყო ბედნიერი, მადლიერი, მშვიდი და რომ შენ ხარ შენი ცხოვრების აი ნახე შენ იმას კი არ განსაზღვრავს შენ თავს რა ხდება. შენ იმას განსაზღვრავს რა რეაქცია გქონდეს იმაზე შენ თავს რა ხდება. და კი ეხა იმ წუთას შეიძლება და იმ წამს არ გქონდეს თუნდაც ესეთი რეაქცია, როგორც შენ გინდა, მაგრამ დროში ჩვენ ეს შეგვიძლია. აი თუნდაც მე ჩემი ეს ექიმთან რო ვიყავი რაღაცა სრულიად დამაგდო მორალურად, ვერ ვიღებდი საერთოდ ვიდეოებს. ანუ ისიც რაც მქონდა შემოსავალი აბსოლუტურად ნულისკენ წავიდა და აი ყველანაირად ძალიან საშინლად ვიყავი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეგეც ძალიან მაღელვებდა და ასე შემდეგ. მაგრამ ანუ ვიცოდი რომ ერთადერთი რაც გადარჩენის გზა იყო, ეს იყო ჩემი რეაქცია. ანუ რა მიმეღო, გაგიკეთებდე ახლა, უნდა მიმეღო ის ყველაფერი. უნდა დამდგარიყავი ფეხზე, უნდა დამბრუნებინა ჩემი თავი, უნდა გამეაზრებინა ყველაფერი და გამეგრძელებინა ჩემი გზა. დამჭირდათ რომ, მაგრამ შევძელე. და არასდროს არ შეეტაროთ გოგოებო, რომ აი იმან ხო მეორე დღესვე გააკეთა, მე ერთი წელი დამჭირდა, ის სხვა არის, შენ სხვა ხარ. შენ თავს უსმინე და შენ თავს მიიყევი და შენ ტემპითი არის. ოღონდ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენ ანუ ნახე, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ იზარმაცო. ანუ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენ მინიმუმი გააკეთე. მაგას არ უგულისხმობ. ხო ხტები? იმიტომ რომ ზოგს მანდ მიიყავს მერე. ანუ რაც შეუძლია, იმასაც არ აკეთებს მერე. აი ჩემი ტემპით მივდივარ რომ იძახის და სინამდვილეში იმასაც არ აკეთებს, რაც უნდა. ანუ რაც შეუძლია. ანუ ძალიან ცოტას აკეთებს. მაგას არ უგულისხმობ. ანუ ეს კონკრეტულად შენ კი არ გეუბნები, ზოგადად ვიძახი. კრისტინა, მადლობა ნინი ამ ვიდეოსთვის, მადლობა ძვირფასებო. ვიფიქრე, რომ ეგეთი კარგი ვიდეო ჩავწერე და არავის არაფერი არ უთქვამს თქო და ძალიან გული დამწყდა და მეორე დღეს შემოვედი და ეს ორი კომენტარი დამხვდა. ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც ვაკეთებ, სწორად ვაკეთებ. მადლობა. ინგა ასეთი მტერი დაგეცალოსო ხო? მრავალი ბედნიერი დღეები, მზიანი განწყობა არ მოგიშალოთ უფალმა. მადლობა ინგა, ჩემო საყვარელო. ხო, ზუსტად მაგიტო იმას ვქენი ბოლო წლეთამდე ჩვენთან ეგრე იციან ხოლმე ლაგოდეხში. ასე მტერი დაგეცალოსო. ნინი როგორ მომენატრა? ჩემი გოგო, ეხა ჩაუჯდები ყველა ვლოგს, როგორ ხარ ნინი საყვარელო? ნინი კოხ, ნინი ინტრიგა ჩაგდე, მალე გაგვიმხილე კარგი ამბავი. არაფერი არ ჩამიგდია, მაგრამ შენ კაი ოხერა ხარ, ყველაფერს ხვდება, ყველაფერს გამოაპარე. მიყვარხარ ძალიან. ლელუნი ბედნიერები და ჯანმრთელები იყავით მუდამ საყვარელო, მიყვარხართ, მე ძალიან მიყვარხარ ჩემო ძვირფასო ფაატი, ჩემი ლამაზი და ჭკვიანი გოგო, წარმატებები და შენი მიზნები, შენი ცხოვრება სულ ლამაზი ყოფილიყოს და აღსრულებოდეს. მადლობა ჩემო საყვარელო, ლელა. დილამშვიდობისა, ჩემო ლამაზო, ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებ, მიყვარხარ, ლელა, ჩემო საყვარელო. გამარჯობა ნინი, რა მაგარი ხარ ნინი, ჯანმრთელი მენახე მუდამ, ძალიან დიდი მადლობა საყვარელო. ნინ ჩემო ლამაზო, როგორ მიყვარს შენ ლაპარაკზე, მიყვარს შენი ვიდეოები, ძალიან მიყვარხარ, მადლობა ძვირფასო. ია, ჩემი გული ხარ შენ ნინი, მიყვარხარ. ია, ძალიან მახარებ ხოლმე შენს ლამაზ ვიდეოებს, ფოტოებს კაცალოდებ ხოლმე Facebook-ზე. იმასავით, ყვავილივით, გოგო, ულამაზესი, უმშვენიერესი, უკეთილესი, უკარგესი. აი რა ვიცი, ძალიან გიხდება სხვათა შენი სახელი. აი, უკარგესი ადამიანი, ძალიან ბედნიერდები ხოლმე, მადლობა, დიდი მადლობა, ჩემო ია. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ, რომ გიცნობ, ჩემთან რომ ხარ. აი, თქვენ ყველას, ვინც ჩემთან ხართ, ვისაც გიყვარვართ და ვისაც პატივი მაქვს, რომ მეც გიცნობდეთ, იმიტომ რომ მე ხო ვერ გხედავთ და
თქვენ რომ მიკომენტარებთ და მიწერთ, მე გიცნობთ თქვენ და ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება. ჩემი სიყვარული. Papa me. ნახეთ როგორ, ჩვენ რა ლამაზი მანიკურები გისი. ვაიმე როგორ გიხდება ღმერთ. Papa გინდა. That was his saying. კბილს მომცემ? პატარა კბილს. თითქმის მომძვრალია კბილი და ხელს არ მაკიდებინებს. თავიდან კაცრუარზე იყო და ეხლა არ ვიციო. წამოგავაკეთეთ პატა. ვიტუნის უნდა ფაფა, გაუკეთოს დედამ ფაფამ. ფაფა. დაინახა და მოუნდა. ეგ ვინმეს გაუკვირდა მერე თოკო? პირველად მე ხერხები გავხო. ესე იგი წინაზე არ გინახავს. გუში კიდე ეს ვიყიდე აქციაში იყო. შავი პურიც უნდა ვიყიდო, მე რომ მიყვარს და იმაზე აი ეს ვაიმე რა კაი იქნება. Ustinja ხოლმე მაინც გახსნილი ვარ.